გამარჯობა. ძვირფასებო, მე ვარ შორენა და ჩემი არხი ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად. დღეს მოგიყვებით ერთ-ერთ ჩემ ახალგაზრდობის საიდუმლოზე, რომელიც თითქმის ყველა ადამიანის ოჯახის მაცივარში ინახება. უფრო კავკასიელების. ეს პროდუქტი არც ძვირია, არც უცხოა და ჩვეულებრივად ხელმისაწვდომია თითოეული ადამიანისთვის. და თუ ეს თემა თქვენთვის ახლოს არის, გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკი და გამომყევით. მინდა აღვნიშნო თუ რამდენად საოცარი ადგილიდან მოგიყვებით ამ პროდუქტის შესახებ. ეს ადგილი იმყოფება არც ისე შორს თბილისიდან. თქვენ ახლა ხედავთ საოცარ ბუნებას, სიმშვიდეს, სიწყნარეს, რომელიც აძლევს ადამიანს მენტალური ჯანმრთელობის ჰარმონიას. ეს არის მაწონი, პროდუქტი, რომელიც მზადდება თითქმის ყველა ქართულ ოჯახში. პროდუქტი, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს ბავშვობაში ერთხელ მაინც აქვს გასინჯული. და რა თქმა უნდა, არსებობს ერთადერთი ოქროს წესი მაწონის მომზადების. ამ წესის შესახებ ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. ეხლა კიდევ მინდა აღვნიშნო, თუ რით არის განსხვავებული ეს პროდუქტი. სილამაზე იწყება შიგნიდან და აისახება, რა თქმა უნდა, გარედან, კანზე, ჩხილები, თმები და რა თქმა უნდა, სიფსუბუქე, რომელიც იქმნება ამ პროდუქტის მიღების შემდეგ. და სიმსუბუქე კიდე გვაძლევს ენერგიას, რომელიც ასე გვჭირდება დღეს ყოველდღიურობაში, როდესაც ჩვენ ვართ ასე აქტიურად ჩართული რუტინაში. რატომ არის ეს პროდუქტი ასეთი უნიკალური და საჭირო ახალგაზრდობის ფორმულის შექმნაში? პირველ რიგში პრობიოტიკები, რომლებიც ქმნიან კუჭნაწლავის ბუნებრივ ბალანსს. ვეჯგუფის ვიტამინები აძლევენ ბზინვარებას კანს და გავსებენ ენერგიით. რა თქმა უნდა, კალციუმი, რომელიც ასევე აძლიერებს თქვენ ძვლებს, ფრჩხილებს და გაძლევთ ბზინვარებას. და ფერმენტები, რომლებიც ანელებენ დაბერების პროცესს. საბოლოოდ ხებულობთ რას? თქვენ მუდმივად ხართ ტონუსში, კანი აუცილებლად ბზინავს, ენერგიით სავსე, იმიტომ რომ გრძნობთ სიმსუბუქეს და რაც ყველაზე აღსანიშნია, საკვები, რომელიც კიდე უფრო უკეთესად მუშავდება. პროდუქტი, რომელიც ძალიან კარგად უხდება ქართულ სამზარეულოს, როდესაც ჩვენი ქართული სამზარეულო გაჯერებულია, მრავალფეროვანია და ზოგჯერ ცოტა ძიმია. შეგიძლიათ გამოიყენოთ მაწონი, როგორც მანეიტრალებელი სოუსი, რომელიც დაგეხმარებათ ამ საკვების მონელებაში. მე პირადად მაწონს მივირთმევ დილით უზმოზე. ძალიან მიყვარს თაფლით, კენკრით, თხილით. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ მაწონი დილით და საღამოს იმისათვის, რომ დააბალანსოთ თქვენი წონა. რა თქმა უნდა, თუ არ გაქვთ უკუჩვენება, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ ცოტა მოგვიანებით. და კიდევ ერთი, როდესაც მეკითხებიან, რატომ არიან ქართველი ქალბატონები ასეთი განსხვავებულად ლამაზები? იცით რას პასუხობ? ეს არის სულ მაწვნის დამსახურება. რა თქმა უნდა, პატარა იუმორიც არ გვაწყენდა, თუმცა რატომაც არა. ქართული სამზარეულო, ქართული ტრადიციები. თუ ჩვენ ყველაფერს დავიცავთ, დავაბალანსებთ ისე, როგორც ჩვენი წინაპრები, დამიჯერებთ, თქვენ აუცილებლად გაიხანგრძლივებთ თქვენ ცხოვრებას. მაწვნის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 2000 წელს
ითვლის. ისტორია ასეთია. როდესაც მწყემსებს ტყავის ჩანთებით გადაქონდათ რძის პროდუქტი, ანუ რძე, ბუნებრივი საფუარისა და ტემპერატურული ცვლილებების გამო რძე მჟავდებოდა და რა თქმა უნდა, გარდაიქმნებოდა მჟავე, კარგად შემნახველ პროდუქტად, ანუ მაწონი. თუ შენ მზად ხარ იმისათვის, რომ მოახდინო სრული ტრანსფორმაცია საკუთარი თავის, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ გარეგნულად, მაშინ ჩაერთე ჩემს მარათონში FaceTime by Anirosh, რომელიც უკვე 5 წელია საქართველოს ბაზარზეა და თითქმის 12,000-ზე მეტმა ქალბატონმა გაიარა ეს მარათონი და იპოვა საკუთარი თავი. ჩაერთე მარათონში. ტრადიციულად მაწონი მზადდება საფუარით, ბუნებრივი საფუარით, რომელშიც შედის ლაქტობაქტერიები და ასევე სხვა ბაქტერიები. თუმცა თითოეულ რეგიონს აქვს თავისი უნიკალური მიკროფლორა და რა თქმა უნდა, დამზადების წესი. ავიღოთ 1 ლიტრა რძე. შემდეგ ავადუღოთ 80-85 გრადუსამდე. გავაციოთ 40-45 გრადუსამდე, ავიღოთ 1 სუფრის კოვზი მაწვნის დედა და აურიოთ ამ ქვაფში. შემდეგ ეს ყველაფერი შევფუთოთ თბილ ღუნღულა საბანში, გავაჩეროთ 6 საათის განმავლობაში, ან 12, გააჩნია ტემპერატურას და შემდეგ უკვე მოათავსოთ მაცივარში. მეორე დღეს მაწონი მზად არის. მაწონი არა მხოლოდ კულინარიული კულტურის ნაწილია, არამედ კავკასიელების ახალგაზრდობის და ხანგრძლივი ცხოვრების სიმბოლო გახდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა პროპაგანდა მაწვნის, ანუ მჟავე პროდუქტების. ის იყო შეყვანილი თითქმის ყველა კვების რაციონში, განსაკუთრებულად ბავშვების. მე-20 საუკუნეში ილია მეჩნიკოვის ნაშრომებში და კვლევებში მაწონი იყო აღნიშნული როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც ახანგრძლივებს კავკასიელების ცხოვრებას. როგორც აღნიშნე, კავკასიელებს აქვს განსხვავებული წარდგენა ამ პროდუქტის. მაგალითად, იოგურტი, მაწონი, აირანი. მაწონი ეს არის პროდუქტი, რომელიც არის ფერმენტიზირებული, სქელი პროდუქტი და ასევე ბუნებრივი საფუარით გაჯერებული. ანუ არის საკმაოდ კარგი ჯანმრთელობისთვის. აირანიც ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ როგორც ვიცი, სრულდება, ანუ კეთდება მაწვნისგან. არის მეტად უფრო მსუბუქი, თხელი, მე ძალიან მიყვარს აირანიც. ასევე არის იოგურტი, რომელიც არ მზადდება სახლის პირობებში, ძირითადად ინდუსტრიულია, თუმცა თქვენ შეგიძლიათ იოგურტი შექმნათ მაწვნისგან. დასკვნა. მაწონი არის ის ძირითადი კავკასიური პროდუქტი, რომლისგანაც იქმნება დანარჩენი სხვა პროდუქტები. თქვენ ჯერ ვერ მიხვდით, რაში მდგომარეობს ახალგაზრდობის ფორმულა და სად არის ის ახალგაზრდობის ელექსირი. ახლა კი სახის ნიღბები მაწვნისგან სახლის პირობებში. პირველი ნიღაბი ძალიან ადვილად სრულდება. ავიღოთ 1 კოვზი მაწონი და დავამატოთ 1 კოვზი შვრია. აურიოთ ერთმანეთში, გავაჩეროთ რამდენიმე წუთი, 1-2-3 წვეთი ზეთი და შემდეგ ეს ყველაფერი დავიტანიოთ სახეზე. ეს არის ძალიან კარგი ექსფოლიატორი კანისთვის. მეორე რეცეპტი. ავიღოთ 1 სუფრის კოვზი მაწონი, შემდეგ დავამატოთ 1/2 კოვზი კურკუმა,
კარგად აურიოთ ერთმანეთში, ეს არის ძალიან კარგი ნიღაბი პრობლემური კანისთვის. და მესამე, დატენიანება და ტონიზირება კანის. ერთი კოვზი მაწონი, ერთი კოვზი თაფლი და თუ რა თქმა უნდა, მაწონი იქნება თქვენს მიერ დამზადებული და თაფლი იქნება სოფლის ნატურალური, ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ეფექტს და თქვენი კანი დაიბრუნებს ნატურალურ ბზინვარებას. ეს სამი ნიღაბი თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თითქმის ყოველდღე ან კვირაში ერთხელ საჭიროების სამებრ და ექსპოზიციის დრო 15-20 წუთი. მიიღეთ მაწონი, ეს პროდუქტი გამოაჯანსაღებს არა მხოლოდ თქვენ შინაგან სხეულს, არამედ ეს ყველაფერი ძალიან კარგად სამომავლოდ აისახება თქვენს კანზე. დამიწერეთ კომენტარებში თუ რა პრინციპებს მიყვებით თქვენ გერონტოლოგიიდან, ასევე მისაღებია თუ არა თქვენთვის ეს პროდუქტი და თუ არა, რა თქმა უნდა, ესეც აუცილებლად უნდა დაწეროთ და ბოლოს თუ თქვენთვის სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია იყო, მაშინ გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყდეთ ხილაკი, ზარი და ასევე რა თქმა უნდა გამომყევით და იპოვეთ თქვენი ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად.